ერთიც რო და ოპა ერთიც რო დავსვათ მეთქი და სალამით, როგორ ხართ? ოხართ ჯანზე, თემურა ხაზზე და დღეს გვექნება street fishing-ი. ეხლა მივდივართ მდინარესთან, რომელსაც ქვია აკეშ ელვა, რომელიც ჩამოდის ოსლოს, ანუ დედაქალაქის შუა ცენტრში. მდორემ და პატარა მდინარე არის. ესეც ჩვენი ლიცენზია, დღიანი $15 ღირს. არავინ არაფერს არ გვეტყვის უკვე. დღეს უფრო ძირითადად მოსული ვარ ჩემი სკილების გასატესტად. ნამყოფი ვარ აქ, დამიჭერია 1-2 კალმახი. მეორე ჩანელზე კი მიდევს მაგის ვიდეო. ხო და მაშინ თევზავდი ძალიან ცოტა უფრო მძიმე სატყუარებით და რაღაცა და ეხლა უფრო დავალაითე, ასე ვთქვათ, სეტაპი ყველანაირად. UN-ს კავი გვეყენია 0.3 გრამი თავის სატყუარით და ყველაფრით და უბრალოდ ამიების გატესტვა მინდა. Okay, let's go, დავიწყოთ ნელ-ნელა. ძალიან ბევრი იხვები და თოვლები კია დღეს. აქათან არ მინდა ძალიან ახლოსაც მივიდე ნაპირთან. არ დავაფრთხო თევზი, იმიტომ რომ ძალიან სუფთა წყალია. ამდი გავუშვათ პირველი გადაგდება უბრალოდ ინტერესისთვის. ნახოთ რა ზიზავს წყალში. საინტერესოა. არის ძირება ძალიან სწრაფად, რაც მაწყობს ასე თუ ისე. თავარია არ დავცურდე ძალიან. ახალი ნაწვიმარი არის და თან დღეს წვიმაც არის გამოცხადებული. ხო და აი ზევიდან დავიწყებ. აი, კაი ადგილი შეიძლება იყოს. დილის 8-9 საათი არის, ცოტა კი შემაგვიანდა. ასე ვთქვათ, კალმახისთვის, მაგრამ რაც რაღაცა გამოვა რა წესით. გამოვიყვანთ ყოველ შემთხვევაში. ლამაზი ადგილია სწორებს. ეს ისე წამოღებული მაქვს. ჩემი საპოშკები. რამდენიმე შეგდება აქ შევაგდოთ. ოპა. ნახოთ აი თუ. რაღაცა მოკლია. ან ქვას გამოვიდა. კი. ოპა. არის რაღაცები პატარები მოსდევენ. ოკეი. ძალიან პატარა იყო რაღაცა მომენტში წაიღო იმენა სატყუარა გაქ. ოხ, დრაგიც კი არ ამუშავდა, მე მგონი ისეთ პატარა იყო. არა, დრაგი გადაჭიმული მქონდა. UN-ს კავია და გაიძრო. ახ, გული იმენა. იქ დგანა სავარაუდოდ მომენტალურად გაქრა სატყუარა. ოპა. დავიჭერეთ პატარა. ოპა. აჰა. ამოიძრო. ოტკი პატარა. ნახეთ რა პატარა, არის ჩანს თუ არ. ნახეთ რა პატარა. ხელს არ მოვკიდებ რაღაც თქმა უნდა და გავუშვათ. მიდი, იბზანთ. წავიდა. აზაკ არის აქ იყო. იო, პატარა იყო, გაასწორა რაღაც თქმა უნდა. პატარა ეძახი და სატყუაროს კი დედა უტირე. ნახო არ გადავრა, კაი იყო თუ. ბრძოლით ვერაფერი, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, ახლა საკაიფო დინება არის, არ არის ისეთი რა. ნელი დინება ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩაოლებრივად გამოეკიდა. აი მე დასხო. იმის თქმა მინდა რომ ეხლა აი დამწყებებისთვის მაგალითად რა ეხლა მეც ხო მგონია რაღაც მომენტში რომ აი აქ ვერ გამოეკიდება, რას ვერ გამოეკიდება, დედასაც არ უპირებს. ჩაოლებრივად. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი პატარა არის. ეხლა
აი ცოტა დამწყებებს გეუბნებით რა. არ გეგონოთ რომ ვერ აიღებს და ვერ დაეწევა და ისა. ნელი ხოდით გამოატარებ. და ხშირ შემთხვევაში დაეწევა რა. აი ეს ადგილი მომწონს და მინდა იქ ცადო შეგდება. ო ჩარტა აჰა აბა მოგზანდით ეს ცოტა ნორმალური ზომა დიდი არ არის მაგრამ წავა ორა ლამაზია აბა პრობლემად так აბა გამოგაძრო ახლა ჯიგარო ჯან ოპ გაიძრო თავისით აი ცივი ნაც ხედავთ я პატარა მიზანდი აბა მეგაცურა შვენიალური აი ამ ადგილის გამო ვიფიქრე რომ მეთქი აქ ცოტა შეწყნარებული დინებაა კარგად გროვდება რაღაცნაირად წყალი ვიცოდი რომ იქნებოდა თევზი მოვედი და დავსვით ორი სხვა მეორე კიდე თუ იქნება რამე შვენიერი ამინდია სატყუარას ასე მგონია რომ აუით როგორი ამოხტა თევზი დავინახე ცოტა დაბლით აი ისევ იმ კუნძის დაბლა ისევ გადავინაცვლებთ ახჩი არც რამდენად ჩანს კადრში მაგრამ წვრილი სეტყვა მოდის ახლა წვრილი სეტყვა რაც სტილად არ გვაწყობს მაგრამ რა ვიცი იქნებ თევზს აწყობს რა ჩორდიას კი დავდივარ ამ უამინდობაში არა იმენა დინარეზე თევზაობა სკილია ცალკე შეგდება ძალიან რთულია ამდენი ტოტები არის და რაღაცა და აი ამ შემთხვევაში ახლა ხო თავს იჩენს იმენა მოკლე ეგრეთ წოდებული სტრიმის ჯოხი ახლა ეს სტრიმისი არ არის რა თქმა უნდა სტრიმის ჯოხი არ არის მაგრამ მოკლე არის სპეციალურად კალმახზე გათვლილი პატარა წყალია და მიუხედავად იმისა რომ 0.2 გრამი არის დინებას ჩააქვს უშნოდ აყვინთავებს იმენა და თან გააძრო სატყუარა შეიძლება თევზიც იყო არა მგონი ყოველ შემთხვევაში კაი ანიმაცია კი აქვს თეთრ ფერზე ვიყავი თეთრ ფერზე იყო ჩარტყმები და რაღაცა ამ ძირითადად იასამნის ფერზე დავსვით სტანდარტულად კალმახს როგორც უყვარს ვაგრძელებთ ძებნას ერთიც რა დავსვა გამისწორდება ხომ ერთხელ სამობით არის სამი კალმახი ასწორებს მოკლედ მოიარე ყველაფერი ექსპერიმენტები ვატარე და ახლა ჩემი ექსპერიმენტის დრო ერთი ესეთი პატარა სატყუარა მაქვს ნახოთ რა ეს თორაიმე სიზავს ამ ყველას სასაცილო მაინც ხალხის რეაქცია არის იმიტომ რომ ხედავე რომ თევზია აქ თევზია ხუალზე ხარ როგორ არ არის თევზი არის თევზ დაჭერა უნდა სასწაულია იმენა ეს ჯოხი რა ვიცი ძალიან გამომადგა და ძალიან კმაყოფილი ვარ რა ამ ჯოხის მართალია იაფასიანი არ არის ანუ ბიუჯეტური ჯოხი ნამდვილად არ არის ახლა ეს მაგრამ თავის ფას იმენა ყველანაირად ამართლებს სულიან სიტყვის დამუშნელობით უნდა კონდეს რამოდენიმე ბიუჯეტური ჯოხი ისე რომ უბრალოდ უცბად არ დაგენანოს და წაიღო და ასე შემდეგ რა თან რა თქმა უნდა საქმეს რო კარგად აკეთებდეს და უნდა კონდეს კადილაკი ასე ვთქვათ ესეთი კადილაკი ერთიც რო და ოპა ერთიც რო დავსვათ მეთქი და დავსვით და გაიძრო და რა კარგი იყო ხო არ გადაო მუშაობს არა აი პატარა სატყუარები მაგრად მუშაობს ნახეთ რა პატარა არის ავი გრამიც არ არის
და საბოლოო ჯამში გამოგვივიდა 2 კალმახი და 1 ანუ 2 კალმახი დავსვით და გამოვიყვანეთ უსაფრთხოდ. ოპ! უკბინა. აუ, კარგი. აუ, რა კარგი იყო. აუ, ხო არ გადაუფრა, კაი ზომა იყო. აუ. არ ვიღებდი. მაინც დავსვი ეს პატარა არის, მაგრამ წეღან ძალიან დიდი იყო. ერთი საკაიფო. ოპა. მესამე. აბა რა, ბრატ. აბა რა. გაუშვათ ეს ვაშკაცი. ეირა ლამაზია. აურა ლამაზია. ეცა. ნე ისეთი. წეღან დავსვი, დავჭირე, ძალიან საკაიფო იყო, მაგრამ ამოხტა და გაიძრა და ამ სულელმა ვერ გაიძრა. ჯიგარი ხარ, მადლობა. მიბრძანდით. აი. всё, გავუშვით. всё, ეგ არის. რაც მინდოდა გავაკეთე. მოკლედ, აქ დავამთავრებ დღევანდელ ვიდეოს, გავილუმპე თან წვიმს, თან რაღაცა, მაგრამ ძალიან კარგი სესია იყო. 3 კალმახი დავიჭირეთ, 2 გაგვექცა. ძალიან მაგარი იყო. იმენა ასწორეს რა, მაგრამ აქვე არის ჩემთან სახლთან ახლოში არის ეს მდინარე და ესე შეიძლება ხოლმე ხანდახან ჩამოსულ და გართობა რა თქმა უნდა. და ნუ ძირითადად ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა გამოცდილება. იქ შეცდომები, იქ რაღაცებს ამოღამებ და ეგ არის მთელი მთავარი მუღამი. ნუ თევზი არის, დაჭერა რა თქმა უნდა ასწორებს. აი რო ამოღამებ ნელ-ნელა რო რაღაცები გამოგდის, რაღაცებს რო დახვეწავ და ასე შემდეგ, ეგ უფრო მაგარი არის. მოკლედ, იმედია ისე ამონთ ვიდეოთი და მომავალ ჩართვამდე.